ჩვენმა პარტნიორებმა კარგად წაიწიეს წინ. გვაქვს რა ვისწავლოთ მათგან. დღეს ხელმოწერილი საბუთი ამის გაგრძელებაა. ძალიან გამოადგება რუსეთის შეერაღებულ ძალებს. ფინანსურადაც, რადგან მკვეთრად შემცირდება ხარჯი. უსაფრთხოებაც ამაღლდება და შედეგიანობაც. Учебный центр построят на... სასწავლო ცენტრს ააშენებენ მულინოს ბაზაზე ნოვგოროდის ოლქში. პირველი ტრენაჟორების მოწოდებას მომავალი წლის ბოლოსკენ გვპირდებიან. პოლიგონი მსოფლიოში მოწინავე იქნება. დარწმუნებულია თავდაცვის სამინისტრო. მომავალში ასეთი ცენტრები ყველა სამხედრო ოლქში გაჩნდება. კიდევ ერთხელ, ეს 2011 წელია. 2013-ში კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცენტრის არსებობა უკვე მომხდარ ამბად გვამცნო. Выстрел! Поразил! ახალ ცენტრში არის ტრენაჟორების კომპლექსები, პოლიგონების აღჭურვილობა და კომპიუტერული კლასები. ტრენაჟორებში წარმოდგენილია შტაბის მართვის საშუალებები, ასევე მოტომცროლელთა, ტანკისტთა, მედესანტეთა, საჯარისო საჰაერო თავდაცვისა და საბრძოლო მომზადების სასწავლო ცენტრები. მოსწავლეთა მოქმედება ავტომატურად ფიქსირდება, რის დახმარებითაც ინსტრუქტორებს შეუძლიათ ყოველი მებრძოლის შეფასება. სასწავლო ცენტრს აშენებდა გერმანული კომპანია Rheinmetall. ოღონდ ჩანს რუსებმა როგორც თავად ამბობენ ხოლმე სასურველი გაასახეს სინამდვილედ. იმიტომ რომ მერე მოუწიათ აღიარება Rheinmetall-მა არ შეასრულა მაინც კონტრაქტი და თავდაცვის სამინისტრომ ის რუსული კომპანიით ჩაანაცვლა. ეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბორისოვმა თქვა. ყველა მიცის რომ სანქციების დაწესების გამო Rheinmetall-მა შეაჩერა კონტრაქტით გათვალისწინებული მოწოდება. ეს სამუშაო ჩაატარა კომპანია Garnizon-მა. პოლიგონი მულინო ვადაში ჩაბარდება. ჩანს Rheinmetall-მა მაინც მოასწრო 2 წლის განმავლობაში რაღაცების გაგზავნა და დამონტაჟება რუსეთში. მაგრამ ბოლო ეტაპისთვის მოტოვებულ დანადგარებს, აი ლაზერულ იმიტატორებს, რაც რუსებს სხვაზე მეტად სჭირდებოდათ ალბათ, პირველმა სანქციებმა მაინც მიუსწრო. ყირიმის ანექსიის შემდეგ რომ დაუწესეს 2014 წელს იმ სანქციებმა. ვადაში 2014 წლის ბოლოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ევროპაში უდიდესი სასწავლო ცენტრი ნამდვილად გახსნა. ცენტრი 30,000 სამხედრო მოსამსახურის მოსამზადებლად. კიდევ 3-4 ასეც ვაპირებთო, მაგრამ ეგ მასშტაბი უკვე ნამეტანი იყო. Вот 5 метров в секунду, ожидайте. Вот граната пошла. რატომ მოხდა 2014 წელი? იმიტომ რომ 2008 წელს ევროპაზე გავლენა თითქმის არ ქონია. ამ ამბავს ახლა შპიგელიც იხსენებს და პირდაპირ დამნაშავეს ასახელებს. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების ამოქმედო გეგმა დაიწუნეს. კანცლერ მერკელის უარის გამოც. სულ რამდენიმე თვეში მოსკოვმა საქართველოში სამხედრო ფაქტები შექმნა.